მივესალმებით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. ტრადიციულად დღეს კი და ვაგრძელებთ საუბარს ჩვენს მსმენელთა და მაყურებელთან. ევროკავშირმა ჩვენ ხელისუფლებას ღიად დაუყენა თავის პირობა, რა უნდა შეცვალოს ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ მათი მხრიდან გაგრძელდეს ასე ვთქვათ მეგობრული პარტნიორული ურთიერთობა. და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პირობები ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნისთვის მეტად მკაცრია. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ჯერჯერობით დუმილის პოზიციას იკავებს. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დუმილი უფრო მისი აგრესიული გამოვლინება უფროა მათი მხრიდან. ასე ვთქვათ, კავკასიაში ვხედავთ დღითიდღე უფრო რთულდება მდგომარეობა, მხედველობაში გვაქვს რუსეთს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, ასე სომხეთთან. აგერ ნატომაც განაახლა, როგორც ადრე ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში თავისი სამხედრო სწავლებები. და საინტერესო ის არის, რომ ამ სწავლებებს ჩვენი მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან არც პრეზიდენტი დაესწრო, არც პრემიერ-მინისტრი, არც თავდაცვის მინისტრი. და პირიქით საოცარია, გასაკვირველი იყოს, რომ ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის რესპუბლიკაში იყოფება. აი ამ ფონზე ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაცია უკვე ღიად ალაპარაკდა ქვეყნის საგარეო კურსის ნეიტრალიტეტის საჭიროებაზე. ბუნებრივია ამ საკითხებთან დაკავშირებით ეს საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა დიდ დროს მოითხოვს და შევეცდებით ჩემო კახა, რომ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს გავაცნოთ თუ როგორია ჩვენი ხედვა და ანალიზი ამ საკითხებთან დაკავშირებით. დავიწყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ნაწილობრივ ზურა, რა თქმა უნდა, ჩვენი მსმენელი იცნობს ჩვენს პოზიციას ზოგადად, თუმცა ვითარებები იცვლება და რა პოზიცია შეიძლება ჩამოგვიყალიბდეს შეცვლილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რა შეხედულება შეიძლება ჩამოგვიყალიბდეს, ეს ზოგადად შეიძლება საინტერესო იყოს. ჩვენ რა შეგვიძლია ვცდილობთ, რომ მიმდინარე პროცესები გავაშუქოთ სხვა ათვლის წერტილიდან, სხვა შკალიდან, სხვა მოცემულობიდან, სხვა გადმოსახედიდან, სხვა სიმაღლიდან. ჩვენ ვეთვალისწინებთ იმას, რომ ეს არის განსაკუთრებული ეპოქა, რომ ამას ქვია სწორედ მეორედ მოსვლა, რასაც ადამიანები იგაური ენით, მთელი 2000 წელი ელოდნენ, იგაური ენით იყო გადმოცემული, მაგრამ ეს დრო დადგებოდა, დადგა კიდევაც. და ის ცოდნა და ცნობიერება, რაც საქართველოშია მოსული, რაც მოიტანა დრომ და უფალმა, რა სიტყვის გადმოცემასაც ემსახურებოდა მთელი 28 წელი წერალი და საზოგადო მოღვაწე ბატონი აკაკი ჯორჯაძე. ჩვენ თუ ვცდილობთ, რომ ამ ძირითად გადმოსახედს არ ავწდეთ და გავაგრძელოთ ამ თვალსაზრისიდან იმის გაგება თუ რაც ხდება ჩვენ სირგულით. ხდება ის, რომ საკაცობრიო დონეზეა გადასული უკვე ის დიადი ცვლილების საკითხები, რასაც ზოგადად ბოროტების დაგდება ჰქვია. დიდი რყევები ის მთელ მსოფლიოში და ეს დაკავშირებულია მოვლენასთან. მოკლედ რომ შევაჯამოთ მაინც სათქმელი ესია, რომ ამ კაცობრიობა ამაღლდება ზნეობრივად მაღალ საფეხურზე და განვითარების ახალ გზას დავადგებით. ან არადა კრიზისი, ისეთი კრიზისია, იმ მასშტაბის კრიზისია, რომ დაღუპვის საფრთხეა ძალიან გაზრდილი. დედამიწაზე სიცოცხლის ეს ყველაფერი ხელშესახებია, თვალნათელი არის. ყველა დროს თავისი პროგრესი გააჩნდა და ყველა დროს ყავდა, შემთხვევით არაფერი არ ხდება, ამ პროგრესის შემანელებელი და მამოხურჭებელი. ესეც ჭირდება ზოგადად მიმდინარე პროცესს, ასე აგებული სამყარო, თუმცა ჩვენი დრო გამოირჩევა, რითი გამოირჩევა წინარე ეპოქებისგან. ჯერ ერთი ის, რომ რა არის პროგრესული
ამაშია კაცობრიობა დაბნეული. რა გვაქვს საკეთებელი? აი რაც გვაქვს საკეთებელი, აქედან ითქვა და აქედან გვეთქვა ქართულ ენაზე გაცხადდა. ანუ რა არის პროგრესი, რა გვაქვს გასაკეთებელი, რა არის ჩვენი ამოცანა, ზოგადად ადამიანის ერის კაცობრიობის, აქ არის გაცხადება. ამის გაცნობიერება უთულესი პროცესი. უთულესი პროცესს უკავშირდება, რა თქმა უნდა, ამის გაცნობიერება. ეს ერთი. და მეორე, აი ამ პროგრესის დამამუხრუჭებელი ძალები არსებობს, დღეს ამაზეა ალაპარაკებული მთელი მსოფლიო და ჩვენი მთავრობაც ამას გაიძახს, რომ deep state-ს უპირისპირდება, ესე იგი ზოგადად გლობალურ ომის პარტიას, რომელიც დაუპისკენ მიაქანებს კაცობრიობას თუ ფართოდ ვეცნობით შედარებით მიმდინარე ამბების ანალიზს, ბევრი თვითონ ამერიკელი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ატომური აპოკალიფსის საათის სკალაზე ამბობენ, რომ უკვე წამებიღაა დარჩენილი. იმიტომ რომ სულ 9 სახელმწიფოა ბირთვული სახელმწიფო და ისეთი დრო დადგა, რომ ყველა ეს სახელმწიფო ერთმანეთსა დაპირისპირებული. და ბირთვულობს ყველაფრის დამთავრება შეუძლია. და აი ამ დროს ეს შემაფერხებელი ძალები არსებობენ და ამ შეფერხებით შესაძლებელია მთელი კაცობრიობის დაღუპვა. ესე იგი, რა არის პროგრესი, ჯერ ეგ არ გვესმის, მაგრამ ეს გაცხადებულია, ამ პროგრესის კაცობრიობა რო არ წავიდეს, ამის შემაფერხებელი ძალაც არსებობს, ის ანტიც აქ არის, ბატონობს. და ამ ანტის და ამ ჯერ კიდევ გაუცნობიერებელ პროგრესს შორის მიდის ომი, მთელ კაცობრიობის მასშტაბით. თუმცა ზედმიწევნითი კონკრეტული რა და როგორ არის და რა შეესაბამება. ქართულშია გაცხადებული და ეს ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ მოგვამადლა ღმერთმა ეს ცნობა, ცნობიერება, ეს სიტყვა ჩვენ მოგცა და ჩვენ შეგვიძლია დეტალურად ვთქვათ, რა არის შესაძლებელი, რომ რაც დაერქმევა მომავლის პროგრესი, რაში მოგოცემა შეღავათი და ასე შემდეგ, რა არის კაცობრიობის მომავალი. ამაზე ბევრჯერ ვისაუბრე. კონკრეტულად წინა გადაცემებში ხაზი გავუსვით, რომ ზოგადად დასავლეთი ამ შემთხვევაში ასრულებს იმ დიდი მინუს დამანგრევლის როლს, იმ ფუნქციას, რასაც ანტიქვია, ანტიქრისტე ცნობიერება, ანტისიტყვით არის მოწყობილი დასავლური მსოფლიო ერთმართველობისკენ სწრაფის მთელი სისტემა და აი სწორედ იქიდან გვაქვს შემონათვალი კავშირიდან პირდაპირ თუ რა შემთხვევაში აღდგება ჩვენ შორის კარგი ურთიერთობები და ეს ჩვენთვის არის ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქართველობისთვის არის ძალიან მძიმე. და რა შეესაბამება? ერთ-ერთი ცნობილი პოპულარული ქართული ფილმიდან შეიძლება გავიხსენოთ, რომ იქ არის რომ რა გითხრესო და კაცობას თავი დაანებეო და ასე შემდეგ, ყველა ვიცით რაზე ლაპარაკი, ფაქტიურად ეს არის. აქ არის ორი უძირითადესი პუნქტი. ერთ-ერთი ყველაზე მთავარს ხელისუფლებამ მიიღო, საგანგებოდ იყო რა თქმა უნდა ესეთ შემუშავებული, ასეთ ფორმულირებით ყოფილიყო მიღებული ოჯახის დაცვისა და ბავშვებში LGBT პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. ეს კანონი უნდა გააუქმოთ. ეს არის სწორედ რომ აქამდე თუ კიდე თვალს ხუჭავდით და ვითომ ესი არ არის და ვითომ ისი არ არის და რა ფაქტიურად დასავლეთში მოკლედ რო ვთქვათ, აშენებულია სოდომი და სოდომს აქვს თავისი კანონები. სოდომის დიქტატურა. სოდომის დიქტატურისათვის მართლმადიდებლური ყოფიერება და საერთოდ ადამიანური ყოფიერება არის მიუღებელი. აქ გაამჟღავნა თავი ბოლომდე და ღიად. აი რომ ვამბობთ რომ ანტისიტყვა და ანტიქრისტე იგივე ანტისიტყვა და კარგახანია მეფობს ჩვენს დედამიწაზე, ჩვენს მივდევდით, სულ მოუთქმელად მივდევდით ამ ანტიქრისტეს. ამ ანტისიტყვით აწყობილ სისტემას და იქ ვეგონა, იქ ვგულობდით საკუთარი თავის გადარჩენას და ასე შემდეგ, მასთან ინტეგრაციაში ვიყავით ჩაფლული და ის კი არა სასულიერო ხელმძღვანელობაც კი ნატოს წარმომადგენლებთან სულ რამოდენიმე წლის წინ აქ ლაპარაკი არა, ხო, რომ ჩვენ ისედაც მაკეთკენ მოვდივართ მაგ იდეისკენ და თქვენი შეხსენება არ გჭირდებაო. ასე ვიყავით ჩაბორგლილები ამ მდგომარეობაში და რომ მიგვიყვანა
იმ ფაქტის წინაშე, რომ პირდაპირ გააცხადა თავისი სახე. ესე იგი, უნდა არჩივა ან სული, ან ფული და კეთილდღეობა, ეგეც დროებითი კეთილდღეობა, ხო? ეხლა როგორ შეიძლება ისე იყო ფორმულირებული, რომ ბავშვებში LGBT პროპაგანდა უნდა გაჩერებულიყო. საბავშვო ბაღებში სასწავლო ლიტერატურის შეტანა, დაწყებით სკოლებში და საერთოდ სკოლებში შევარდნა, შეტანა, ეს იქ არის ჩვეულებრივი პრაქტიკა იმ სოდომში, მაგაც ეს უნდა ყოფილიყო, ამიტომ თავი ვერ დამალა, ერთ-ერთ თავარ საკითხად დააყენა. ეს კანონი უნდა გააუქმოთ. ის რომ უნდა გააუქმდეს ასევე კანონი, რაც თვითონ ფარა ამერიკელებს დაუშვათ და უცხო ქვეყნის აგენტის, უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებისა თუ კერძო პირების შემზღუდველი კანონი, რუსული კანონი დაერქვათ, ეს უნდა გაუქმდეს. აქ თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ბოლო დროს ისე აღმოჩნდა, რომ ეს ხელისუფლება გაემიჯნა იმას, რასაც მივდევრდით სულ ფერხული ერთად ჰქონდა ჩამული და ესე იგი ჩვენ ამ პოლიტიკურ რელიგიას გავემიჯნეთ, ესე აღმოჩნდა. ესა რელიგია ერთდროულად, სოდომისტური რელიგია ფაქტიურად და ეს არის ერთდროულად პოლიტიკა, პოლიტიკური მიმართულება, ქვაკუთხედი. და ამას ნელ-ნელა გაემიჯნა ხელისუფლება, ესე აღმოჩნდა და გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები, არასამთავრობო პარტიები და ასე შემდეგ, ნელ-ნელა მოხდა მის გაცნობიერება სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. თუ ეს ასია, მაშინ შენ არ ახარ სახელმწიფო, შენ არ ახარ ხელისუფლება. შენ იმართების სხვებისგან. ესე იგი უკვე მივედით იმ დასკვნამდე, რომ ვინც ფულს იხდის, ის უკვეთავს სიმღერას. და ამიტომ საჭირო გახდა, რომ შემოგვეღო გარკვეული კანონები, რომ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ გავიხედოთ მაინც, თუ ჯერ არ წავსულვართ არს. თუ ჯერ ისე ჭაობში ვართ, ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ რომ გავიხედოთ. ეს კანონი იყო მისაღები და აქ უცხოზე როცა ლაპარაკი, ძირითადი დამფინანსებლები და პოლიტიკაში და ქვეყნის ცხოვრებაში ფული ჩამდები იყო დასავლეთი. ესე იგი გამოდის, რომ შენ მის მეხუთე კოლონას, მის წარმომადგენლობას უკვე განიხილავ, როგორც უცხო ქვეყნის აგენტურას, სხვა ქვეყნებზე უცხო ქვეყანა, მეგობარი ქვეყანა სხვა არის. აქ უკვე სიტყვა უცხოა. ესე იგი გაუუცხოვდა საქართველოს სახელმწიფოს მესვეურები ამ პოლიტიკურ რელიგიის ცენტრს გაუუცხოვდით. და ამ ყველაფრის შეცვლას ვთხოვენ, იქ არის კიდე სხვა მოთხოვნების დაყენებული, ზოგიერთი თითქოს ჩვენთვის სასარგებლოა, კორუფციასთან უკეთესად უნდა იბრძოლოთ. საერთოდ კორუფციასთან ბრძოლა, თვითონ სისტემა და ფორმაცია, კაპიტალიზმი, კორუფციის ბუდე. და როცა შენ მოუწოდებ სხვა, ჯერ შენ უნდა იყო მოწოდები სიმაღლეზე. ანუ ეს მოწოდება კი კარგია, უფრო კარგად უნდა ვებრძოლოთ და კარგად რო ვებრძოლოთ, მაშინ კაპიტალისტური აღარ უნდა იყოს და ფულის აღარ უნდა იყოს სისტემა. ამიტომ ჩვენ გვაქვს ის გასაღები, აქ გვიდევს მომავლის პროგრამის სახით, რითაც შესაძლებელია სწორედ საუკეთესო ბრძოლა კორუფციასთან. ეს გასაღები ევროპას არ აქვს, ევროპა თვითონ არის დამხმარალი კორუფციაში და საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედოს, ჯერ და ვერ მიხედავს. მანამ კაპიტალიზმის, მანამ ფულის და კერძოს ინტერესის პრიმატით იქნება აგებული, გამოხატვის თავისუფლებით თითქოს და რაღაც აგებული რა. ვერასოდეს თავს ვერ დააღწევს კორუფციას და ასე შემდეგ. ახლა რაც შეეხება სასამართლოდ გასასწორებელიო, ახლა სასამართლოს გასწორება, ეგენი პირდაპირ თხოვდა, რომ ჩვენ დაგინიშნოთ მოსამართლეებსო და იმას დავიჯერთ, ვის დასაჭერია ჩვენი შეხედულებით. ჩვენ ვიცით, რომ სასამართლოს გასასწორებელი გვაქვს და კიდევ მივუთითებთ, რომ აქ გვაქვს ის მოდელი, რითაც შესაძლებელია სასამართლო მიუახლოვდეს ჭეშმარიტ სამართალს. ახლა სრულ ჭეშმარიტებაში ვერ შევართ, ახლა მაგის ილუზია არ უნდა ჩამოუყალიბოთ არავის და არ გამოვა, მაგრამ მიახლოვებით, რომ ახლო მივიდეთ უფრო ჭეშმარიტთან, აქ გვაქვს ეგ მოდელი, მაგათ შეიძლება შევახსენოთ და რაც შეეხება
ამ მოთხოვნებში ერთ-ერთი მოთხოვნა რომ სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს, იმიტომ რომ აქ შემოსავლები სარგებლობენ და ისეთები სარგებლობენ, რომლებიც საქართველოზე გავლით ევროპაში შედიან და იქ კარგს არ აკეთებენ, ეს ცოტა არ იყოს და უფრო საყურადღებოა. არ ვიცი, ახლა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საემიგრაციო პოლიტიკა ევროპის საწინააღმდეგოდ ვამუშაოთ. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი ქვეყანა მიმართავს ხოლმე მსგავსი ტიპის შანტაჟს. აი გამოუშვებ ამ ტოლვილებს შენსკენ და მერე ნახე. ხან თურქეთი აკეთებს, ხან ბელორუსიიდან ხდება ხოლმე და არის ეს ამბავი. მე არ ვიცი, ახლა ჩვენ ასეთ შანტაჟში ვართ ჩაბმული? ეს კითხვა. ხა რიტორიკული კითხვა დავარქვა თუ რაც არ უნდა იყოს, ეს კითხვა. ჩვენ ამ სავიზო რეჟიმებით რაც დაგვიწესეს და რაც გვიკარნახეს, პირველ რიგში საკუთარ თავს რომ ვანგრევთ, ამას აშკარად ვხედავთ. ჩვენ წინ ჯოჯოხეთში და გადაშენებაში მივექანებით საიტაცეულობა. იმ სავიზო რეჟიმით და ასე შემდეგ. ნუ თუ არა რითი იუმქრება ევროპა, თუ არა თუ ამებს არ გავითვალისწინებთ, იუმქრება იმით, რომ ვიზა ლიბერალიზაცია გაუხდება და ჩვენი მთავრობას მაგას წირს, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილიც ხო ეს როგორი დანაშაულია, როგორც უნდა მოეპყრან ქართველ ერს, როგორ შეიძლება ამის გაკეთება და თითქოს ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია თითქოს არის ევროპას და საქართველოს შორის მეგობრობის ნიშანი. და თუ ევროპა ქართველ ხალხს და ევროპელებს შორის მეგობრობის ნიშანი ეს არის. და ახლა ქართველ ხალხთან თუ მეგობრობა აღარ უნდა და ასე უსამართლოდ უნდა მოგვექცეს ვიზა ლიბერალიზაცია უნდა გავიუქმოს ევროპა. ეს თურმე ძალიან ცუდი ამბავია. მოდი ამ საკითხსაც რამოდენიმე სიტყვით შევეხოთ. ჩვენ ინდუსტრიული ქვეყანა ვიყავით, ქონდა მრეწველობაც, ქონდა მძიმეც, მსუბუქიც, ქონდა სოფლის მეურნეობაც და მოხდა ჩვენი განადგურება. თავისთავად უმუშევრად არჩენილი მასები რას იზავდნენ? კარი გაბიღეს, გავაღეთ და გადინება მოხდა გადინება, კატასტროფა. ცირერიცხოვანი პატარა ქვეყნისთვის მოხდა კატასტროფა. თავის გადასარჩენად მონური შრომისთვის წავედით ევროპაში. აქ ის სისტემა დაინერგა, რაც ჭირდებოდათ, გაყიდეს სამშობლო და იხარე, ამით ანუ ყველაფერი გავყიდოთ სინდისის გარდა, გავასხვისოთ, ინვესტორი შემოვიყვანოთ, ანუ აი ინვესტიციები ისე რომ გაქვთ დაკრული. ხო ეს იმას ნიშნავს, რომ როგორ გავყიდოთ სამშობლო ამ რეჟიმში ვარ და ასეთ პირობებში არსებობს ხელისუფლება. უბრალოდ მოხდა მექანიკური გამართვა საგადასახადო სტრუქტურის, რომელიც კრებს ხარკს მოსახლეობისგან, კომპლექტება ბიუჯეტს თავისი ჭამელი ყავს, ხელისუფლებას უფლება არ აქვს, კასტრირებულია, ეკონომიკურ ცხოვრებაში არ ერევა და დანარჩენი ყველაფერს განაგებს დასავლეთი, ამაზე ალბათ მოგვიანებით მოგიწევს კიდევ ორი სიტყვით და რა ხდება? ფაქტიურად მონული ექსპლუატაციის ქვეშ არის მოქცეული ქართული მოსახლეობის ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი საკედან არიან იძულებით გაყრილები სინამდვილეში, როდესაც გაგინადგურებენ ინდუსტრიას, როდესაც მოგისპობენ სოფლის მეურნეობას და თოხის ამარა დაგტოვებენ მასებზე მაქვს ლაპარაკი და ბარბორდელებად გადაკეთება ქარხნების ყოფილი შენობები და ანუ ახალი სიმც აშენდება სასტუმრო სათამბჯენები და ამ პირობებში კიდევ ბევრი რამ შეგვიძლია ვთქვათ, ალბათ მოგეცემა საშუალება ძალიან ელემენტარული რაღაცებით, როგორ ხდება ცხოვრების საშუალების ლიკვიდაცია ახალგაზრდობისთვის, რაც აიძულებს აქედან სწრაფად ინფილტრაცია გასვლას. აშკარაა, რომ რაღაც შეთქმულებას მართლა აქ ადგილი, ეს ადგილი მოთავისუფლდეს და ასე შემდეგ, ამაზეც ბევრჯერ ვისაუბრია. ხო, და აღმოჩნდა ევროპაში. ბიუჯეტი იკრიბება, ამ ბიუჯეტის ფული იქიდან ნაშოვი ოჯახების შესანახად გამოგზავნული ფული ტრიალებს ნაწილობრივ ის შედის ამ ბიუჯეტში
სახელმწიფოს არა ხელისუფლებას არა აქვს უფლება ჩაერევოს ეკონომიკურ ცხოვრებაში, საბაზრო ეკონომიკაა და ყველაფერი თავისუფალი უნდა იყოს თვითონ როგორც არის. არც არაფერს აკეთებს სერიოზულს, იმიტომ რომ არ არსებობს სახელმწიფო გეგმა, სახელმწიფო ეროვნული ეკონომიკის აწყობის მიდგომა და ასე შემდეგ. არ არის. ნაკლებად არის რაღაც დადებითი მომენტები, მაგალითად ერთ-ერთი მომენტი იყო ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი პაპუაშვილი ერთ-ერთ სწორედ როდესაც ევროკავშირი ასეთი შემონათვალი გამოგზავნა, აი ამ დროს სასულიყო და დედოფლის წყაროში ხორბლის მოსავალს აღების გახსნას და მიმდინარეობას ესწრებოდა. ერთ ჩვენ უნდა გავხდეთ წარმოებელი ქვეყანა, ჩვენ პულისა და ღვინის ქვეყანა ვიყავით და ეს უნდა დავიბრუნოთ. ჩვენ მიწათმოქმედები ვიყავით და ჩვენ წარმოებითი შემოქმედება შეგვიძლია და ასე შემდეგ. კი, ამას უნდა მიხედოს სახელმწიფო ფორმით და არა პოპულისტური ფორმით, არავით რეალური ფორმით. და უკან ამათი გამოშვება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არის კატასტროფა. გასაგებია, რა უნდა უყოს ამდენ ადამიანს, ეროვნული ეკონომიკა ჩანასახშიც ვერ მოიაზრებს თავის თავს. არადა თუ უკან არ დაგვიბრუნდა თუ უკან არ დაგვიბრუნდეს ამდენი გასული რესურსი და პოტენციალი უზარმაზარია ქვეყანას. თუ არ მივხედეთ ამ რესურსს და უკან არ დაგვიბრუნდა რა? ხელისუფლება ახლა გრძნობს შვიდად თავს, იმიტომ რომ პენსიონერები არიან დარჩენილი, შედარებით ბრძოლის უნარიანი, შრომის უნარიანი მოსახლეობა, ახალგაზრდობა გასულია, ქუჩაში გამოსვლელი და გამპროტესტებელი, ნუ ახლა ვინ არიან LGBT დროშები თუ დადიან და მარტო ნატო და დასავლეთიო, ეს არაფერი და ასეთნაირად ინარჩუნებ კაპიტალიზმის პირობებში სტაბილურ მდგომარეობას, რომ შენი მოსახლეობა გასულია, შრომის უნარიანი სხვებს უქმნის ეკონომიკას და თანაც იქაც იაფად მუშაობს, იქაც იაფასიანი მომსახურე პერსონალია შენი მოსახლეობის და შენ მას შვიდად ხარ მოკალათებული ხელისუფლების სათავეში, შემწუხებელი შიგნით არ აკავს, თუ მუშახელი მოგაკლდება უამრავი ნაკადები შემოდიან უფრო დაბალ ხელფასზე რომ აქ რაღაცას გააკეთებინე ბაკარი ლაპარაკი სწორედ აზიიდან შემოსულ ნაკადებზე რითაც უკვე აჭრელებულია მთელი თბილისი და ნუ როგორ მას ხო არ ქვია ასეთი მდგომარეობაში ყოფნას ქვია ქვეყნის გადარჩენა და ქვეყნისთვის ასეკეთო ეს ბალანსი ერთხელ ვერ შემოჩნდა. აი როგორ არის ახლა დაუშვათ და ვიზა ლიბერალიზაცია გააუქმეს ამისა უნდა გეშინოდეს მონური შრომით იქ რო თავს ირჩეს და აქ რო ოჯახს არჩენს, ამ გაუბედურებული ქართველის უკან მობრუნება უნდა გაშიდებდეს. მაშინ შენ ვინ ახარ? რა ეროვნული ხელისუფლება ხარ? აი საკითხი ამაშია სწორედ. და უნდა მოგიბრუნდეს უკან, უნდა მოbrუნდეთ ქართველობა, უნდა შეიქმნას პირველად, ჩამოვიდეთ, შევიკრიბოთ და გადავწყვიტოთ ქართული საკითხი. ან ესე და ან ისე. ეს დროც უნდა დადგეს. ალბათ მალე. ჩვენი სურვილი ეს არის. ჩვენი სურვილი ეს არის. პირიქით, თუ ეროვნულები ვართ ჩვენ უნდა ვეძახოდეთ ჩვენ წასულ ხალხს, ოღონდ ისე პოპულისტურად კი არა, რომ თითქოს აქ ყველაფერი რიგზია იყო ეგ მომენტიც. ძალიან კარგად დარეკლამდა, რომ წარმოებას ხელი ეწყობა, ესე იქნება, ბევრი მოbrunდა, მაგრამ მე ცხვირპირი იმტრია. სააკაშვილის პერიოდში იყო ეს მომენტი. დარეკლამდა, ყველაფერი შეიცვალა, გამოსწორდა ისე და მოbrunდა ის ხალხი გახარებული 90-იანი წლების სიბნელი აღარ არისო, ძარცვაკლეჩაო, ნაწილობრივ რაღაც ასპექტში კი, ბევრი რამე იყო შეცვლილი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან სხვა სურათს წააწყდა ბევრი და უკან გაბრუნდა. შენ უნდა ეძახოდე, უნდა უქმნიდეთ იმ პირობებს, ეს ჩვენი რესურსი აქ დატრიალდეს და აქ ავაღორჯინოთ ჩვენი სამშობლო, რომელიც ჩვენ დაგვიფარავს და ასე შემდეგ. ხო, როგორი პოზიცია აქვს? ნუ იმ ხრება თუ კი ამაებს არ შევცვლით და არ გავითვალისწინებთ ამ თავარ მოთხოვნებს, მაშინ შეიძლება ვიზა ლიბერალიზაციის საკითხები სხვანაირად ხო დაასანქციოს სახელმწიფო და ასე შემდეგ რა. თუმცა ეს როგორ გადაწყდება ევროკავშირში
საფიქრებელი აქვს ძალიან რომ დაგვაწვნენ ეს ხელისუფლება შეიძლება უფრო ძალიან სწრაფად შეტრიალდეს ჩრდილოეთისკენ სხვა მიმართულებით. ცოტა არ იყოს და მოუხელთებელ მდგომარეობაშია საქართველო. ჩვენ იმდენი რამე გავიარეთ ამ დროის მოკლე პერიოდში. რაღაცი წინ ვასწრებთ სხვებს. ამიტომ ცოტა არ იყოს ძნელი გახდა დანამულ ველზე ხელმეორედ რომ გაეტარებინათ ქვეყანა. ძნელი გახდა. აი მაშინ საქმე. ამიტომ რთულად მოსახელთებელია. ძალიან დააწვნენ სწრაფად შეტრიალდება. სანქციები აჭრის აქ სხვადასხვა მიზეზები ამამაც. ახლა როგორია ამერიკის პოზიცია? ამერიკის პოზიცია უფრო თავშეკავებულია. ჯერთ იმიტომ რომ ასე ითვლება რომ ისი სიტყვა უფრო ძვირია და ის რო იტყვის მაშინ ისეც უნდა იყოს, მაგრამ ასე ვეღარ ხდება. ახლა ერთ დღეში ომი უნდა დაემთავრებინა. სოფლიოს თუ შიდობა უნდა მოვეტანა და კანადა უნდა 51 შტატი უნდა გამხდარიყო. აღარ ჩამოთვლიმ გაბუქებულ წინასწარ ჩამოყალიბებულ წინსრებ მოლოდინებს რაც სოფლიოში იყო განთესილი, მაგრამ მაინც ერეგუება რომ ეს უნდა იყოს ამერიკა უნდა იყოს ყველაფერი ყოვლის კარნახეველი და ახლა ის რო რაღაცას გვეთქვის და აქ ისე არ გაკეთდება მე როგორ თუმცა ერთგვარი დასანქცირება თითქოს დაიწყო თითქოს დააძრა კიდევაც მეგობარი აქტი მე თვითონვე გააჩერა ანუ ამერიკა უფრო ფრთხილ პოზიციას იკავებს უფრო შედარებით ფრთხილობს თუმცა ამერიკელები მოუძღვიან ნატოს წვრთნის საკითხებს დემონსტრაციულ მსვლელობად ჩატარდა მოკლედ ძალიან უნდათ რა თქმა უნდა საქართველოს კვლავ მოწინავე გახადონ ფრონტის ხაზზე აქედან როგორც ხარს წითელი დროშა აღიზიანებს კორიდორზე ასეთი ტიპის გამოწვევა საქართველოსთან ეს აუცილებელია ხო იქ სომხეთის ამბები არის აზერბაიჯანის საკითხებია ამ ცდილობებს აქ ადგილი და ახლა როგორ გადაუცვან თავზე ხელი თუ როგორ განახორციელოს თავისი რისხანება აი ეს მათთვისაც ეს რთული საკითხებია აი აღმოჩნდა ისე აღმოჩნდა დროში რომ ერთ-ერთი ყველაზე მორჩილი, ყველაზე ყურმოჭრილი ფერადი რევოლუციების ავანგარდი ქვეყანა ამიერკავკასიის, შუა აზიის, აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ავანგარდის ქვეყანა ფერადი რევოლუციების ეს დაძრა აღარ არის სრულ მორჩილებაში და როგორც ამობენ თვითონვე როგორც ამობენ ამერიკული იმპერიალიზმი ნაკარნახევი არის ნაკარნახევი და გადმოსული არის ბრიტანული იმპერიალიზმიდან ესე იგი ამერიკელებს ეს იმპერიული ცნობიერება გადმოეცათ ბრიტანეთის იმპერიის მემკვიდრეობით თუმცა ამ ბრიტანეთის მემკვიდრეობაში კიდევ სხვა ფარული იმპერიაში ახლა ამ თემას არ გავაგრძელებთ და ამერიკული იმპერიალიზმი ასეთ პოზიციებზე შედგა და დადგა თვალისწინებს რა ბრიტანულს ტიპიური კოლონიალური დამოკიდებულება კოლონიებისადმი ასეთია რომ თუ არ მოწონს ხელისუფლება ის უნდა დაამხოს თუ მისი პოლიტიკა არ არის მისთვის მისაღები და რამე აქვს გასარკვევი არ ელაპარაკება არავინ დაამხოს თვითონ ამერიკელები აღნიშნავენ თავიანთ უახლოესი წარსულის პოლიტიკის ანალიზით ასე დასვენას დებენ. უნდა დაამხოს. დაპირისპირების პირობებში თუ კი ვინმეს უპირისპირდებოდა და საბაბი ჰქონდა რომ მოვლენ კომუნისტები და ამიტომ ყველა ჩემსკენ უნდა იყოთ, ნეიტრალურ პოზიციას არ უშვებდა. დაუშვებელი. ანგლო-საქსონ ამერიკული გაგებით დაუშვებელია იყო ნეიტრალური, იმიტომ რომ მე ვარ ყველაფერი. მე ვარ ჭეშმარიტება. მე ვარ სამართალი და სიმართლე, ის ბნელია. და როცა ამ ბნელს მე ვებრძვი, შენ მოეჭველად სინათლის მხარეზე უნდა იყო აქტიურად. ნეიტრალურად ყოფნა, ეგ ნიშნავს, რომ შენ ისევ ბნელის მხარეზე ხარ. ამიტომ შუალედურში არ ტოვებდა. არავის ყოველ შემთხვევაში ასეც ცდილობდნენ, მაგრამ შეიცვალა მსოფლიო და თვითონვე ამბობენ, რომ ამერიკის მოსახლეობა ბოლოს და ბოლოს 4%-ია მსოფლიოს.
და შეუძლებელია რომ 4% დომინირებდეს და მართავდეს თელ სოფლიოს. მით უმეტეს ხალხი თალმუდისტი ცნობიერების მატარებელი, სიონისტი, ებრაელი, მასონი. საერთოდ მხედველობაში არაა მისაღები ფიზიკური რაოდენობა. და შეუძლებელია ეს ბატონობდეს თელ სოფლიოზე თუ არა, რაღაც განსაკუთრებული მეთოდების გამოყენება რა. ამიტომ ამერიკა ცოტა რბილად ისე აქტიურ პოზიციას არიკავს, ელოდება ევროპიდან, ევროპის ზეწოლისგან აქ საიდან როგორ გადაიხრება ვითარება და ერთგვარი პასუხია კი, რომ პრეზიდენტი არ დაესწრო, იმიტომ ეს არის მეტად პროვოკაციული, ეს ძალიან რთული პერიოდია, გასაგებია, სწორედ ნატოს გაფართოების წინააღმდეგ მიდის ომი და იქაც ყველაფერი გარკვეულია უკრაინის მიმართულებით. და საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთ კარში განხილება კრემლის გადმოსახედიდან. ახლა ეს ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს. ეს ომი მაგას უკავშირდება. ჩვენ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ. კი, ვისაუბრებ რაღაცებზე. და აი ამ დროს ესეთი უკიდურეს სიწვავის დროს, აქ ესეთი დემონსტრაციული მარშის ჩატარება ვისთვის გვამზადებს, ვისთან საუბრად გვამზადებს ამერიკა. ვისთან საუბრად გვამზადა უკრაინა, უკრაინელები. ხო, და რა გამოვა ესე და თან ესეთი, მაგრამ ნუ ამ დროს საპირწონე რაღაც ზომებს იღებს სახელმწიფო და სულ უფრო და უფრო წიფდება ის აზრი, რომ პოლიტიკური ორიენტაცია მეტად მღელვარ ეპოქაში. პოლიტიკური ორიენტაცია უნდა იყოს ნეიტრალიტეტით გამოხატული და არა რომელიმე მხარეზე. ჩვენი გადმოსახედით, ახალი თვის გადმოსახედით თუ განვიხილავთ რამოდენიმე სიტყვით, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ნეიტრალური იმიტომ კი არ უნდა ვიყოთ, რომ მიმდინარე მოვლენებისადმი ვართ ინდიფერენტული, ისაც სოფლიოში ხდება რა დაპირისპირებასაც აქ ადგილი სოფლიოში, რომ ინდიფერენტული ვართ, არ გვაინტერესებს, ნუ ანდაც და ასე შემდეგ. ჩვენ რომელიმე მხარეს გადავიდოდით, თუ კი იმ მხარეს იქნებოდა ის სიმართლე, რაც საჭიროა. არავისთან არაა სიმართლე. აქ არის ფარდობითად მართალი. აი რუსეთი ამ შემთხვევაში ფარდობითად შედარებით მართალია, ვიდრე დასავლეთი, რასაც უკრაინაში არის. აღმოსავლეთი ზოგადად ფარდობითად მართალია დასავლეთთან დაპირისპირებაში, მაგრამ ფარდობითად. სრული სიმართლე არის ბოროტების გზის დაგდებაში. ანუ ფორმაციის შეცვლაში. იმიტომ რომ ახლა ბევრი მეცნიერი ანალიტიკოსი ასეთ რამეს ამბობს, ცივების დამთავრების მერე აღარ იყო საფუძველი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ასეთი მკვეთრი დაპირისპირებისა და სოფლიოს მოსული იყო მშვიდობის ეპოქა. რომ შესაძლებელი იყო, რომ როგორც ჩინეთი უცებ განვითარდა, ასე განვითარდეს ყველა რეგიონი სოფლიოში და იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა. აფრიკაშიც განვითარება იქნება ცოტა მოგვიანებით თუ ასე შემდეგ და ყველა ვიცხოვრობდით თანაბრად, კეთილად, მშვიდად და ასეთი მკვეთრი კონფრონტაცია არ გვექნებოდა. ერთ რამეს საგულდაგულოდ მალავენ სინამდვილეში. იმათ ძალიან კარგად იციან. ასიმეტრიული გადანაწილების პირობებში ასაც კაპიტალიზმი ქმნის. შეუძლებელია ყველა თანაბრად და კარგად ცხოვრდეს. აქ ერთის კარგად ცხოვრება სხვების ცუდად ცხოვრების ხარჯზე ხდება. ამასაც ახლა დიდი ანალიზი ჭირდება, მეტნაკლებად ვცდილობთ ეს თემები შემოვიტანოთ და მსჯელობისადმად ვაქციოთ. ასე რომ თავი და თავი არა მარტო ის იმპერიული მემკვიდრეობა, რაც ამერიკამ გადაიბარა ინგლისისგან. არამედ თავი და თავი ამ იმპერიულ მემკვიდრეობასთან ერთად არის ფორმაცია, რომელიც ასიმეტრიულ გადანაწილებას წარმოქმნის და ეს უთანაბრობას და დაპირისპირებას ამწვავს მთელი რიგი საცოცხლო მიმართულებებით. ახლა რაც შეეხება ამ ნეიტრალიტეტის თემატიკის წამოწევას, ჩვენ ფორმაზე არ აქვს ლაპარაკი. ისე თუ ვინმე საინტერესებს,
დოკუმენტი დევს სრულფასოვანი, ყოველად სრულფასოვანი. 1000 ჯერ გვიქვი და ახლა შეგვიძლია გავუგებროთ, რომ ცარიელი ნეიტრალიტეტი იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის რესურსი გაყიდულ გასხვისებულია, არაფერს არ მოგვიტანს და ეს ნეიტრალიტეტი თუ მშვიდობას მოიტანს, ვისთვის მოიტანს მშვიდობას, კიდევ ვკითხეთ იმ ქართველ ადამიანს, რომელიც ოჯახიდან წლებია წასულია, რომ აქ მყოფი მშობელია თუ შვილია, რამენერად შეინახოს მისთვის თუ არის მშვიდობა. უკანო ვეღარ ბრუნდება და საფრანგეთი იქნება, გერმანია, იტალია თუ ამერიკის შეერთებული შტატები, იქ რო ქართული დიასპორები როა წარმოქმნილი და უკან გამობრუნების საშუალებები რო აღარ აქვს და რამდენია 2,5 მილიონი რომ აღარ დავრჩით ქვეყნის ტერიტორიაზე. ახლა შემოვავლოთ თვალი ჩვენ სამეზობლოს, აი მისთვის თუ არის მშვიდობა. და ვინა კიდე აქ შემოსული და რა რაოდენობით, ხო ეს გასაგებია. ფორმაცია თუ არ შეიცვალა, არაფერი გამო. ხო, და ამიტომ იქ რაზეც ხელი აქვს მოწერილი გადარჩენისთვის. თავის დროზე ამაზეც დიდი ომი გამოგვიცხადეს, რომ რამხელა პრეტენზიულია, როგორ შეიძლება ასეთი რამ ეწეროსო. მოვლენას რომ აღარ შევეხოთ პირდაპირ, რომ ეს ღვთისგან არის, სწორედ ეს გადარჩენის ამგვარი ფორმა მოცემული გადავჭეთ და მართლაც გადასარჩენად საჭირო არის რესურსი დაიბრუნო. თორე სადეპატიჟები იმ ხალხს, იმიტომაც ეშინია ხელისუფლებას, საკუთარი ხალხის შემოსვლის. რესურსი გასხვისებულია, განკერძოებულია და რა უნდა მისცეს ამ ხალხს. ეს ხალხი იქშრომობს და აქ მოაქვს და აი გიხარჯება და რომ მოვა აქ რა ჯერში უნდა დაასახო. როგორ სადაც ეროვნული ეკონომიკა, სად ეს სხვადასხვა მიმართულებები თვითის ვიღაცები ჯიბეებს ავსებს, ოლიგარქებს ვინახავთ. მე ფორმაზე ახლა როგორი ფორმით მოიწადინეს კიდევ რომ უნდა აუდიო ფორმით უნდა ვასმეინოთ ევროპელებს 1,5 მილიონი ქართველის ღაღადისი რომ თურმე ჩვენ ნეიტრალიტეტი გვინდა. ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვები და დარწმუნდნენ ესენიც ეს ადამიანებიც რომ თურმე ქართველი ხალხის უმრავლესობას მართლაც თუ მსჯელობა წავა გეტყვის რომ კი ნეიტრალიტეტი ჯობია ვიდრე ამ იმპერიების ჭკლეტვაში თავი დავიღუპო. კი. თუმცა მანამ ეს ორგანიზაცია აუდიო გამოკითხვას ჩაატარებდა, მანამდე ხელმოწერები შეგროვდა და 1,907,000 ადამიანის და ასე შემდეგ. კი. ნუ ეს ტაბუირებული გვაქვს, არ გვინდა გავიხსენოთ. გასაგები. კარგი. აქცენტი მაინც გადატანილია და ასეთნაირი წარმოდგენა იქნება, რომ ევროპელებს და ამერიკელებს თუ კი დავანახებთ, ყველა თავს დაგვანებებს და აღარავინ აღარ დაგვიწყებს დასანქცირებას და ასე შემდეგ. აქ ცოტა რთულად არის საკითხი, უფრო ვიდრე ასე მარტივად. როგორ არის? არის არსებობს ფაქტობრივი მდგომარეობები და არის ამ ფაქტობრივი მდგომარეობისაგან ჩვენი დამოკიდებულებები. ჩვენს წინ შეიძლება მთა იყოს, მაგრამ თუ არ გვინდა ვერ ვხედავთ. აი ჩვენს წინ მთა იდო 1,907,000 ხელმოწერა იდო, მაგრამ ვერან ვერ დავინახეთ. ვითომ არც არსებულა არც წერალი ყოფილა აკაკი ჭურჭაძე, არც საზოგადო მოღვაწე, არც ხელმოწერები, არც ყრილობები და არაფერი. ასევე დასავლეთმაც, ნუ თავისთავად გაატარა, თორე 200-ზე მეტ ქვეყანასთან არის ეს დადგენილებები გაგზავნილი და დე იურე დევს ამას განახვა უნდა და პირველ რიგში ქართველმა უნდა დაინახოს, თუ გვინდა რომ სოფლიოდ დაინახოს. სახელმწიფოებრივად უნდა დაინახოს ქართველმა ერმა ეს. შემდეგ ისევ ევროპელებთან და ისევ ამერიკელებთან გვაქვს საქმე, რომ ისინი აღარ დაგვასანქცირებენ და ევროპა და ამერიკით აღარ შემოიფარგლება დღევანდელი მსოფლიო საზოგადოებრივ. რატო არ უნდა ევროპას რომ ეს მთა დაინახოს, ქართველი ხალხის რეალური ხმა გაიგოს, რატო არ უნდა? ჯერ უნდა მოძებნო, რომ ევროპას რო არ უნდა ეგ გავიგეთ, გააქვს მას თავისი მიზეზი.
სახელმწიფოებრივად გასარკვევი, ჩვენ საერთაშორისო დონეზე გქონდა თავის დროზე მოსინჯული. სოფლიოში რამდენი დიდი სახელმწიფოა, რამდენი მნიშვნელოვანი ისეთ სახელმწიფოა, რომლითაც საქართველოს ნეიტრალიტეტი ამ ეტაპისთვის ფრიად მისაღებია და შესაბამის გარანტიებსაც დადებენ, რომ საქართველოს შეძლოს ნეიტრალიტეტის დაცვა, შენარჩუნება და გატარება. მოგძებნეთ? არ მოგძებნია. იქ, სადაც ვერ ვიპოვით საჭირო ხმებს, იქ ტყუილად ვუწყებთ ძებნას ევროპელებისა და ამერიკელების დარწმუნებას. არის სხვა ქვეყნები, სადაც თუ მოვძებდით, ძალიან კარგად ვიპოვით და სრულიად ეყოფა ამ პოლიტიკური კურსის გატარება შენარჩუნებას. ამ შემთხვევაში ევროპა და ამერიკა მილიონობით ქართველის ლაპარაკს მოსმენას არ დაუწყებს. თავარი მიზეზის გამო. ჩვენ სულ ამ თემაზე გვიწევს საუბარი, რომ დიდ იმპერიებს გზაჯვარედინი, მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი ხელში რომ ჩაიგდონ ამერიკა, კავკასია, საქართველო, აქვთ ორი პრინციპი, მაქსიმუმი თავიანთი მიზნების და მინიმუმი. მაქსიმუმი ისაა, რომ თვითონ ეკუთვნოდეს ეს გასაღები, მინიმუმი არის ის, რომ თუ თვითონ ვერ მიიკუთვნა, შექმნილი ვითარებიდან გამო, მის მოწინააღმდეგე მოპაიქროს ხელში მაინც არ ჩავარდეს. ანუ თარგმნოთ, რომ საქართველო იყოს მაშინ ნეიტრალური ქვეყანა. რომელსაც მაქსიმუმი უჭირავს, მისთვის უკვე სრულიად მიუღებელია მინიმუმში გადასვლა. საქმე იმაშია, რომ ევროპა და ამერიკა დასავლეთისთვის საქართველო იყო ყურმოჭრილი პონა. პირდაპირ მიერთებული, მიბმული, პოლიტიკურად აბსოლუტურად დაქვემდებარებული და სრულიად გამოყენებული თავიანთ მიზნების და გვარად. პოლიტიკურად ნატოზე მეც სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ ვაკეთებთ, ნატოს ქვეყნებზე მეც ჩვენ ვაკეთებთ, მართვის ისინი ომსაწარმოებდნენ საერთაშორისო მშვიდობის იარლიყით. ამ ომში ამ მისიებში ნოერ პირველი ადგილი გვეკავა. გაეროში ხელისაწევა იყო თუ ხელის დაწევა იყო. მთელი ჩვენი განათლების სისტემა, მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, მთელი ჩვენი არასამთავრობო სექტორი, მთელი ჩვენი საინფორმაციო საშუალებები, თითოეული გამგებლის, თითოეული ქართველის სუნთქვა რა უნდა ყოფილიყო, როგორ უნდა ყოფილიყო, ბოლომდე იყო მთლიანად დასავლეთის ხელში. მას არაფრით არ სჭირდება საქართველოს ნეიტრალიტეტი, მას მთლიანად ეკავა საქართველოს ხელში, პოლიტიკურად რა თქმა უნდა. ყველაფერზე ხელს ვაწერდით და ყველანაირ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ვიღებთ. ამიტომ ამ ეტაპისთვის საქართველოს ნეიტრალიტეტის ამბების გაგება ყველაზე ცუდად დასავლეთის ყურს ხდება. ამიტომ ეხლა წაუღოთ და ქართველების ხმები მოვასმეინოთ, როგორ გვინდა ნეიტრალიტეტიოთ, დათათუთაშკეს ფილმი მახსენდება ქურდი მახოს შესახებ. მე თქვენი ყაყანით არ ამოვალ, რომ ყურები მანდ გავიჭედო. ვიცი სადაც დავწევიო. დასავლეთმა იცის რა ხმაური მოეწონება და რა ხმაური არ მოეწონება. ეს სახელმწიფოებრივად გადასაწყვეტი. ხო. იქ ნუ მიზნებთ ისე რომ ისინი დავარწმუნოთ. ჩვენ ეს საკითხი მსოფლიოში გვაქვს გასატანი. მსოფლიო აღარ არის მარტო აშშ, მარტო ევროპა, მარტო რუსეთი, სხვებიც არიან. დამნაბიჯის გადადგმის აღმოჩნდება, რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი თანახმა იქნება და საქართველოში არსებულ მშვიდობას რა ანარჩუნებს, იმას ვერ ვხედავთ. ანარჩუნებს ფაქტობრივი ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და გარკვეული საერთაშორისო ურთიერთობათა ფორმები და საერთაშორისო წესრიგი, რომელსაც თვითონ ეს საერთაშორისო ერთობლიობა განაპირობებს. დღეს ის დასავლეთი ამ საერთაშორისო ერთობლიობის, საერთაშორისო მოთხოვნის მშვიდობის და გარკვეული სტაბილურობის მოთხოვნის წინააღმდეგ გამოქმედებული დასავლეთი. გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე. რატომ? იმიტომ რომ კარგავს პირველობის ადგილს. ხო, ამიტომ ამათა სხვა მიმართებაა საჭირო. მათგან დასტურს ნუელით არა საჭირო. ჩვენ ეს გავიტანოთ და დამ დასტურებლები გამოგვიჩნდებიან
და მე დასავლეთი ძიძულებული გახდება, იმიტომ რომ მისთვისაც მაინც ეს უფრო მისაღები ვარიანტი იქნება, ვიდრე ის, რომ საქართველო გახდეს რუსეთის პოლიტიკის ნაწილი, ანდაც ჩინეთის პოლიტიკის ნაწილი, ანდაც თურქული პოლიტიკის ნაწილი, იმიტომ რომ დიდი თურქეთის ამბავი, რაც ახლა წამოაწყებინეს, მართალია ამით სინამდვილეში უბრალოდ რუსეთის გაძევება მისნად დასახული ამიერკავკასიდან, შუა აზიიდან, მოკლედ რუსეთის ალყაში მოქცევა მისნად დასახული. მაგრამ საბოლოო ანგარიშით დასავლეთისთვის დიდი თურქეთის, დიდი თურქული გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელიც ჩაანაცვლებს რუსეთის ფედერაციას, არც ეს არ არის მისაღები. ანუ საქართველო რომელიმეს ნაწილი რო გახდეს საბოლოო ანგარიშით, მაინც არაა მათთვის მისაღები. და უფრო მისაღები იქნება, რომ ქვეყანა იყოს ნეიტრალური. ჩვენ ახლა იმდენად სწრაფად იცვლება სოფლიოში მოვლენები, იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ იმდენად ძლავრი ქარი ტრიალებს, როცა ლერწამი ისე ვირხევით. ჩვენი პოლიტიკური მდგენელი, შემადგენელი, όλი პარტიები და პიროვნებები ძალიან მერყეობთ. ეს მერყეობა შორს არ წაგვიყვანს, იმიტომ რომ ჯერ იყო და საერთოდ მალავდით, სხვა რამე სახელს უწოდებდით, ხან ნეიტრალიტეტს გავიხსენებთ, რომ ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი, ხან დავივიწყებთ, ხან ესე, ხან მეუხრობლობაო, ხან მრავალვექტორული პოლიტიკაო და ცოტა უნდა გავარკვიოთ რა მრავალ ვექტორულზეა ლაპარაკი. და საერთოდ გასაგებია, რომ რუსეთის ჩრდილოეთის იმპერია ჩავარდნის პერიოდი აქვს. მაგრამ ამ ჩავარდნით ვისარგებლოთ და მის საწინააღმდეგოდ მომართულ ძალებს დროშით შემოუძღვეთ, არ დაგვიმთავრდება კარგად ეს ამბავი, ზოგადად. ამას აცნობიერებდნენ მე-19 საუკუნის ჩვენი პოლიტიკური წლების წარმომადგენლებს, გარკვეული ნაწილი მაინც. ახლა რო იყო საშუალება იმ დოკუმენტური მასაც მოვიყვანდი, როდესაც წყდებოდა საკითხი ფაშისტური გერმანიის მხარეზე გადასულიყო თუ არა საქართველოს ტოლვილი ხელისუფლება და რა პოზიცია დაეკავებინა საბჭოთა კავშირისადმი, მიდიოდა მსჯელობა და სხვანაირად უყურებდნენ ამ საკითხებს და ასე შემდეგ. მით უმეტეს ჩვენ ახალი სიტყვიდან ვიცით, რომ რა ფიზიკურად რა მისია გააჩნია ამ ჩრდილოეთის ქვეყანას მსოფლიოს მიმართ. ისე არ დაიშლება როგორც უნდათ და რაც მეტად შეეცდებიან მის დაშლას, მით მეტად მოანციფებენ მსოფლიოს დაბობას. ეს ერთი საკითხი. და მეორე, ახალი ფორმაციის, ახალი ღირებულებების განახლებული და ჭეშმარიტებასთან მიახლებული, აი რაც მომავლის პროგრესია, ამ მიმართულებით ამ ქვეყანას საქართველოს შესაბამისი მისიის შესრულების შემთხვევაში ამ ქვეყანას თავისი როლი გააჩნია სოფლიოს მიმართულებით და მრავალპოლუსიანობაზე როა ლაპარაკი, ეგეც მსჯელობის დიდი მიმართულება, ახლა ალბათ დროც უკვე ჩვენ გვეწურება. ვხედავთ, რომ ქვეყანა, რომელიც 90-იანი წლებიდან ფაქტიურად წარმოადგენდა ველურ დასავლეთს, ესე იგი კაპიტალიზმის ყველაზე უფრო ველური ფორმები დაინერგა, ყველაზე უფრო ადამიანისა და ერის საზიანო ფორმებით ვითარდებოდა, ისე როგორც ჩვენთან, პოსტსაბჭოთა სივრცეში ზოგადად რუსეთის ფედერაციაში, როდესაც აქედან იყო წაყენებული პირობა მოსული ცნობიდან, მოსული ცნობიერებიდან გამომდინარე, რა ნაბიჯებიც მოითხოვებოდა იმ ეტაპისთვის, რომ უნდა გადაედგა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობას, მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, იქიდან ასეთი შემონათვალი იყო, რომ ის გასაგებია, ისაღებია ეს ყველაფერი, მაგრამ
ამისთვის ჯერ ჩვენ არ ვცალია, ჩვენ ჯერ ეკონომიკას უნდა მივხედოთ და როცა ეკონომიკას გავაძლიერებთ, მე გავაკეთებთ იმას, რაც ლაპარაკია. არა და პარადოქსია სწორედ ის, რომ ახალი მომავლის პროგრამა იძლევა საშუალებას ქვეყანამ საკუთარი რესურსი გამოიყენოს გაცილებით დიდი მარგი ქმედებით, ქვეყანა გაცილებით სწრაფად დადგეს ფეხზე, ქვეყანა გაცილებით სწრაფად გახდეს მართლაც სრულფასოვანი, სუვერენული, წელში გასული. ამის საშუალებას ეს ახალი სისტემური მიდგომა, ახალი დამოკიდებულები, ახალი ღირებულებითი მიმართება იძლევა ამის საშუალებას. და არა არსებული. არსებული, რაც დაგვინერგეს, ეს იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ოლიგარქები გამხდარიყვნენ და კიდევ უფრო გაბერილიყო ოლიგარქთა ქონება. და პირადი თვითმფრინავები შეეძინათ, პირადი იახტები შეეძინათ, ტრილიონობით დოლარის ღირებულება ჩაედოთ და გაეტანათ დასავლეთის ბანკებში და ჩაედოთ ოფშორებში. ეკონომიკას კი არ აძლიერებდა ეს უზარმაზარი ქვეყანა. აძლიერებდა ოლიგარქების ჯიბებს და რეალური ეკონომიკის მიხედვა ახლა ომის პირობებში რო აღმოჩნდნენ, ეხლა დაიწყეს. ხოდა, აი ჩვენს რეალურ ეკონომიკას, ან ფორმაციული ცვლილებების მიმართულებით რო წავიდეთ, ახლა გვაქვს მისახეთ. აბა რას უპირებთ, არასოდეს არ შემოგვიბრუნდნენ ჩვენი ქართველები? უკან აღარ დაგვიბრუნდნენ, ვიყოთ ესე მოხუჩებულები. ესე იგი, რეალურ ეკონომიკას უნდა მივხედოთ, ახალი ფორმაციის თვალსაწიერის ელემენტები გვაქვს დასანერგი და გადმოსაღები დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი ერთმანეთში პირველ რიგში. ბოლო პერიოდშიც ყველანაირ პატარ-პატარა მცდელობებს ჰქონდა ადგილი, რომ გარკვეული გაერთიანებები წამოეწოთ, გარკვეული ეროვნული ერთობები ჩამოყალიბებული იყო და ეს ქცეული იყო, რაც საყოველთაო ისეთ მიმდინარეობად, რომელიც დიდ გადასარჩენად საჭირო ცვლილებებს ჩაუყრიდა სათავეს, მაგრამ ჯერჯერობით ხელშესახები არაფერი გვიჭირავს. ხელშესახები არის ერთი ის, რომ სახელმწიფო არ ჩააბეს ომში, არ ჩაება, ერთი. ხელშესახებია ის, რომ შემოვტრიალით და ვამობთ, რომ უნდა დავიცვათ ოჯახი სიწმინდე და ბავშვები, ეს არ ხელშესახები, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივად არის კანონი მიღებული და ნაბიჯი გადადგმული. ნაწილობრივი ხელშესახები მომენტია უკვე, რომ რაღაცნაირად ხმას ვიმაღლებთ ნარკომანიის, ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ, რაღაცას ვაკეთებთ, რომ ნეიტრალიტეტზეც დავიწყეთ ალაპარაკება, ესეც გარკვეული ხელშესახები, ესე იგი რაღაც მაინც ღვივის ფლად გარდაცვლილები არ ყოფილვართ, არა? და ეს რაც ხელშესახები უკვე არის გაჩენილი, ამას უნდა გამოყენება. ესე იგი, მსგავსების ფაზა, სადაც შევედით. იყო პერიოდი, რომ არავითარი მსგავსება არ ჰქონდა ჭეშმარიტთან, არაფრით არ ვიყავით ზიანი. სახელმწიფოებრივად ლაპარაკი და არა კერძო ინდივიდუალურად. სახელმწიფოს ცენტრში იყო დასავლეთისგან გადმოღებული, დადებული, ყველაფერი გავყიდო ცინგისის გარდა და ყველაფერი იყო მათ მიერ ნაკარნახევი, მათი ხელით დაწერილი და ზოგიერთი კანონიც ისე იყო მიღებული, რომ თარგმნაც კი არ ხდებოდა. კიდევ აღნიშნეთ კიდეც, რომ ფერადი რევოლუციების ერთ-ერთ ავანგარდს წარმოადგენდა ქართული პოლიტიკური სახელმწიფოებრივი სინამდვილე. აი ამას უკვე გავემიჩნეთ. და მართლაც რაღაცა იმ სიახლის მსგავს წარმოვადგენს. ზნეობაა საჭირო და დავიცვათ, ენამამული სარწმუნება, ეროვნული ეკონომიკა შესაქმნელი, კორუფციას უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ კორუფციას სიღრმისეული ბრძოლა ჭირდება. ფულის სისტემით არ გამოვა. ამაზე გვაქვს სამუშაო. ეროვნული თანხმობის დარბაზის
მიზანი სწორედ ეგ არის, რომ ამ მიმართულებით ამუშავდეთ, აი ამ უძირითადეს მიმართულებებზე მოხდეს ჩვენი დიდი ეროვნული შეთანხმება, ცალ-ცალკე გაერთიანებების გაკეთება შედეგს არ მოგცემს. კი ბატონო, რაღაც ეტაპამდე კარგია, რომ რაღაც თანამოაზრეები ვერთიანდებით, ერთმანეთს ვიხსენებთ, ეს ძველი ეროვნული თვითწარმოადგენლობა თუ რაღაც ხანდაზმულები არიან თუ ასე შემდეგ, მაინც გარკვეულწილად ერთიანდებიან, ეს კარგია საწყისისთვის, მაგრამ აქ არ უნდა მოხდეს გაჩერება. უფრო წინ არის წასასვლელი, უფრო მეტი ნაბიჯი გვაქვს გადასარქმევი. ფალი გეუბნება, რომ ფორმაციული ცვლების გზით ხარ წასასვლელი. აი ცნობა მოსული. დააგდეს უნივერსიტეტის ბოროტების გზა და უკვე იმასაც პირდებოდა. ამაზე ბევრი აქვს ნათქვამი ბატონობის. აი ამაზეა მთავარი, რომ შევჯერდეთ. პირადად ჩვენ კიდევ ვიმეორებ, არავის ხელისუფლებაში არ ვეცილებით, ეროვნული თანხმობის დარბაზი ეს არ არის პოლიტიკური პარტია, რომ ვინმეს კონკურენტები ვიყოთ, ანდაც ჯერა კონკურენცია ლაპარაკი არსებულ ფორმაციაში პარტია ნიშნავს ფულს. ფული არის, ესე იგი პარტიაც არის. არ არის ფული, არ არის პარტია. ჯერა პარტიაზეა ლაპარაკი. სასაცილოა რა, მაგრამ ნუ რომც იყოს, ჩვენ არ აქვს პარტიული მიზანდასახულობა. ჩვენი მიზანდასახულობაა, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას დროულად, დე იურე გვაქვს და ფაქტობრივად განვახორციელოთ ეს საკითხები. ნეიტრალიტეტზე ალაპარაკება კარგია, დოკუმენტი არსებობს. ყურს არავინ მოიბერტყავს დასავლეთში, მთავარია სახელმწიფოებრივად თქვა მსოფლიოს წინაშე, მსოფლიოში აქ ყვებიან, ვისთვისაც ეს მისაღები არის სასარგებლო კონფიგურაცია, აი პარადოქსი სწორედ ეგ არის, ხო ასია არეული მსოფლიო. და მავანი ამობენ, რომ ძალის დრო მოვიდაო, ვინ ძლიერია ის იმარჯვებს და ამიტომ ჩვენ ძლიერს უნდა მივეკენოთ. ხო, არის ეს მომენტი შემოტანილი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, პარადოქსია, კი, ძალის გამოვლინების, უსამართლობის გამოვლინების, სიმრუდის გამოვლინების დროა დამდგარი და ამოქმედებულია ეს მრუდე ხელით, რომ დედამიწის ცოცხლე მოსწოს, მაგრამ ამგვარი ტიპის არეულობაც ვექმნის სიახლის წარმოქმნის აუცილებლობას საჭირო. სიახლის წარმოქმნისათვის საჭირო იმგვარ კონფიგურაციას, რომ შეინარჩუნოს საქართველოს ნეიტრალიტეტი და გახდეს ჭეშმარიტი მშვიდობის ეპიცენტრი. ახალი ფორმაციის ეს არსებობს, ეს არის, ნუ აქ წმენის საკითხებიც არის, ბევრი ჟელობაც შეიძლება, ნუ რაც ჩვენ შეგვიძლია ვცდილობთ, რომ არ ჩავაგდოთ ეს ელემენტარული გადაცემის მსგავსი, რაც ჩვენ შეგვიძლია რომ წავიყვანოთ, რომ შევახსენოთ ჩვენ საზოგადოებას, რა მოცემულობა არსებობს. ნუ რა შეიძლება კახა დავამატო ეს სიტყვით, ნუ ხლა ჩვენ ვილაპარაკეთ ამ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენი ხელისუფლების ასე ვთქვათ ეს რეალური ასეთი პოზიცია გასაგებია, მისასალმი ვერაც აღუჩენთ კიდეც, მაგრამ წინა გადაცემებში ჩვენ გვითქვენ ამ ბალანსს, ასე ვთქვათ, მწალებში მშვიდობი ამ ბალანსს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. იმიტომ რომ ხედავთ აგერ რომ ღიად უკვე ევროკავშირზე ვისაუბრებ თუ ამერიკის ადმინისტრაციიდან უკვე ღიად ისეთ პირობებს გვიყენებენ, რაზეც ვისაუბრებთ და ესე იგი თუ ასე გაგრძელდა სასიკეთო შედეგს ვერ მოვიდა ჩვენთვის. ამიტომ მშვიდობელი ალტერნატივა, რაზეც ვამბობთ ეს ამ დოკუმენტის აი დროის მოთხოვნა ვახსენებ. აი დრო გვიყენებს, სწორედ ეს არის გასაკეთებელი ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. აი ზუსტად ეს არის ახალი დროის მოთხოვნა. შენი ნათქვამი მინდა გავაგრძელო ცოტა სხვანაირად და რო შევხედოთ და დავინახოთ, რომ შემთხვევით კი არაფერი ხდება და ეს ასეც არის. ნიშნებით შეიცნობა თან მოვლენაც, მიმდინარეობაც პროცესების და რა ნიშნავს გვაძლევს ევროკავშირიდან ასეთი ტიპის დირექტივის სამოსვლა. აი ის რაც თვალით არ ჩანს, გეუბნება რომ შენი ადგილი არ არის.
გამოერიდე, რა გინდა, მეტი კარგი რაღა გაგიკეთოს იმ ევროკავშირი, მას გიცილებს თავიდან. თუ ასეთი არ იქნები, შენ არ მჭირდები. აქ მე ვერ მიგიღე. ხო, და ამიტომ უნდა გადაწყვიტო სხვანაირად და გაიძულებთ დრო რომ გამიიღეს გადაწყვეტილი. წამოდი, კარის გამოჯახუნებით, კი არა, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ომის გამოცხადებით, კი არა, ზოგიერთებს რო უნდათ. ახლა პირიქით გამოგიყენო, იქით. ის არის არა, ყველასთან თანაბრად კეთილმეზობლური მიმართებით. ყველასთან თანაბრად კეთილმეზობლურად, ნეიტრალიტეტი, განსაკუთრებული სტატუსით. ერთი რამე გვაქვს ჩვენ სათქმელი მთელ მსოფლიოსთან. ეს გზა უნდა გავიარეთ. ახლა სხვა საფეხურზე ვართ გადასასვლელები. მადლობა ყველას, ვინც ეს გზა ატარა მთელი მსოფლიო, თუ კი შემთხვევით არაფერი ხდება და ეს ასეც არის, მაშინ ეს გზა უნდა გაგვევლო და ის მასონი იყო თუ თალმუდისტი იყო თუ ვინც იყო და რაც იყო რა, ესე ის ისეც უნდა ყოფილიყო. ოღონდ ეხლა სხვა დრო მოდის თუ სიცოცხლის გახანგრძლივება, გადარჩენა გვინდა. სხვა რამე გვაქვს გასაკეთებელი. ეს გასაკეთებელი მოდელიც გაგვაჩნია ქართველებს. აი ეს და ერთი რამე გვაქვს ადგილი, უნდა შედგეს კაცობრიობა. წის სიკვდილია. წინ აისბერგი. ხო, დაუძლეველი აისბერგი და ამ აისბერგის დაძლევის მეთოდი აქ არის, აქ არის. ესა გვაქვს სათქმელი. ის კი არა რომ შენ ახლა არ ვარგი ხარ დასავლეთ ესრელი მეუბნები და არის რა კარგია აქეთ და იქით ან ჩინეთის, ხო. კარგია რომ იწყებენ რომ ჩემი რესურსი მე უნდა მეკუთვნოდეს. მაგრამ ერთხელ ბატონო აკაკი დასო ესეთნაირად საკითხი. ხო, დასავლეთი არ ხდომს რესურს თავის კორპორაციები, თავისი ნავთობისის სტრატეგიული ნედლეული გამოაქვს. ეს სტრატეგიული ნედლეული არ არის დასავლეთში, არის აღმოსავლეთში, არის ცენტრალურ აზიაში, მახლობელ აღმოსავლეთში. ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ცხელწე, კი ბატონო. ну სორია რა თქმა უნდა, რაც ჩემი ტერიტორიაზე არის, ის ჩემი. თუკი ადამიანი ერი კაცობრიობა ღვთაებრივი წარმონაქმნია, სამივე, მაშინ ერთ თავის ტერიტორიაზე რაც აქვს სუვერენიტეტის მისია, ხო? და არა ვიღაც კერძო კორპორაციის, რომელიც სხვისია და სხვაგან. აი ამ აზროვნების, ამ ცნობიერების პირობებში, სადაც შესწორება გვაქვს შესატანი. კი იმას ეკუთვნის. და დაუშვათ დასავლეთს არ აქვს ხელმძღვანელი. როგორ მისცემდა აღმოსავლეთი? ეხლა დასავლეთმა მიიკუთვნა და გააქვს. გარკვეული მიზეზებიდან და პირობებიდან გამომდინარე მიიკუთვნა და გააქვს. ეს უსამართლოდ გააქვს. დაუშვათ დასავლეთს არ აქვს ეს საშუალება რომ მიიკუთვნოს და გაიტანოს. და სრულად ფლობს რესურსის ფლობელი. ეს როგორ მისცემდა აქეთ დასავლეთს? როგორ პირობით მისცემდა? თავის პირობებს არ დაუყენებდა. აი როგორ პირობით მისცემდა? ჰუმანური კაცთმოყვარული პირობით? იმპერიული სული, ახლა ანგლო-საქსები და დედამიწაზე არ ჩადიოდა მზე იმხელი იმპერია ჰქონდათ, კი ბატონო, ხო. იმპერიალისტები იყვნენ და კარგახანი ევროპა სხვათა დამონებითა და დიდი იმპერიული პოლიტიკით ჭამდა პურს. და ამ იმპერიული პურის ჭამას ძალიან მიეჩვია და ვეღარ გადაჩოულა. იგავიათ, მაგრამ აქ დანარჩენები როგორ იქნებოდნენ? აქეთ აქ თურქეთის არ გაგვიგია, არაბეთისა, სპარსეთისა, სხვებისა არაფერი გაგვიგია. აქ რატო პრობლემა უფრო მრავალწახნაგა. ზოგადად ბოროტების გზა დასაგდები. იმპერიალისტური მიდგომებია დასაგდები. ეს იმპერიალისტური მიდგომები ის ძველი მემკვიდრეობითი, ძალმომრეობითი ჩაექსოვა და ჩაეწნა ფორმაციაში, რასაც კაპიტალიზმი ქვია. ეხლა კაპიტალით კეთდება და შესაბამისი ტექნოლოგიებით იგივე. ამიტომ არის რომ სხვა ხებით თუ შევხედავთ, თუკი ჩვენ უფლისგან მოცემულს ვიღებთ, ჩვენ უბრალოდ ვერ ვიქნებით
და ყველას კი უნდა მიეცეს უსასყიდლოდ ის რაც საჭიროა. უდიდემ სულელო მიიღო ამ რეალობის წინაშე ვდგავართ. პირადად ალბათ მეტის თქმა უკვე მეტი გამომივიდოდა. კახა, ესე იგი რა არის რომ სხვა მხრივაც რომ დავასრულოთ ჩვენი საუბარი იმ ნოტაზე ჩვენს მელს და მაყურებს ვინო მიმართოთ რომ გამოფხიზდეთ ამ კუთხით ქართველებო. ჩვენში ის რაც მუხტი, ტრიალებს ის მუხტი, მე იმის მჭამ, ჩემო კახა რომ ყოფნა არ ყოფნის საკითხებსაც ედგა ჩვენს ქვეყანას ყოველთვის იმ საუკუნით განმავლობაში მაინც პოულობდა იმ თავის ადგილს იმ მუხს რომ მე მთელი ერი იზრაზმოდა იმ დიდ საკითხებს დაწყვეტა გადარჩენის სასარგებლოდ. და შედარებას თუ გავაკეთებთ ამასაც გვასწავლა კიდეს ბატონ აკაკიმ და გითხრა თავის იმეებში რომ რამდენადაც არ უნდა გავიკვირდეს ამ პატარა საქართველოს როგორც მოხსენებათ იმ ციცინათელას იმ დიდ წვლიაში დიდი როლი აგრესია. აი ეს როლი ვაკისრია ჩვენ ქართველობას ამ საქართველოს აი ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. რომ საკუთარი თავის გადავიჩინო და კაცობრიობასაც მივიცეთ საშუალება მომავალი განვითარების ახალ საფეხურზე ასვლის. აი ეს არის ის მშვიდობიანი ალტერნატივა, რადგან ყოველ გადაცემაში ჩვენ ხარს უსვამთ, რომ ამ კუთხით დავფიქრდეთ. დავიგეთ ქართველობა და გამოვხიზდეთ, რომ ისე ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენი ქვეყანა კვლავ დასაბრუნებლად და რა გავაკეთოთ, ეს ყველაფერი პროგრამულად ჩვენ გვაქვს ყველაფერი. აი ეს მინდა მეთქვა ჩვენი მსმენელისთვის, მაყურებლისთვის. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობთ ყურადღებისთვის. უკეთესი იმედით რა თქმა უნდა. მომავალ შეხვედრამდე.